უწყოთი პროევროპული პროტესტის 132 დღეს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასთან. დღეს რუსთაველის გამზირზე თითოეული მოსული მოქალაქე აცხადებს, რომ მათი აქ დგომა არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ 36 წელი სრულდება 1999 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან. იმ დღიდან, რომელმაც ფაქტობრივად შეიძლება ითქვას ისტორიულად გადაწყვიტა საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის საკითხი. 36 წლის წინ საბჭოთა ჯარმა სასტიკად დაარბია მშვიდობიანი დემონსტრანტები და მათ წინააღმდეგ არაერთი ქიმიური საშუალება გამოიყენა. 21 მოქალაქე დაიღუპა ამ შეტაკებების შედეგად საბჭოთა ჯართან და აქ მოსული მოქალაქეები მათ ხსოვნას პატივს მიაგებენ. მათი შეფასებით დღეს მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენებიდან 36 წელია გასული, როგორც ისინი აცხადებენ, ქართული ოცნების პოლიტიკა არის კვლავ მიმართული რუსული ინტერესების გატარებასთან და ისინი მიიჩნევენ, რომ დღეს ისე როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული მომავლის დაცვა. აქციის მონაწილეები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე შეიკრიბნენ, ცოტა ხნის წინ მათ პატივი მიაგეს 9 აპრილს 36 წლის წინ დაღუპულ გმირთა ხსოვნას იმ 21 მოქალაქის სახელები და გვარები ამოიკითხეს, ვინც შეეწირნენ საბჭოთა სისასტიკეს. ის მოქალაქეები, რომლებიც დღეს საღამოს საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და რუსთაველის გამზირზე არაერთი მსვლელობით მოვიდნენ, მათ პატივი მიაგეს დაღუპულ გმირთა ხსოვნას და სანთლები დაანთეს 9 აპრილის მემორიალთან. მათ ასევე ამოიკითხეს იმ 21 მოქალაქის სახელები და გვარები, რომლებიც შეეწირნენ საბჭოთა სისასტიკეთს 1999 წლის 9 აპრილის ღამეს. დღევანდელი საპროტესტო აქციის ორგანიზატორები არიან იმ პირთა ოჯახის წევრები და მშობლები, რომლებიც დააკავეს მიმდინარე საპროტესტო აქციების განმავლობაში, მათ სულ რამდენიმე დღის წინ 2 აპრილს ერთგვარი წინააღმდეგობის მოძრაობა დააფუძნეს და არაერთი ინიციატივა დაანონსეს, როგორ აპირებენ ისინი ბრძოლას, რათა როგორც ისინი აცხადებენ, რეჟიმის ტყვეები გაათავისუფლონ პატიმრობიდან. აქციის სხვა მონაწილეებიც და ორგანიზატორებიც აცხადებენ, რომ თითოეული მათგანის ყოფნა რუსთაველის გამზირზე ამაღამ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ასევე ისინი აცხადებენ, რომ ხვალ დილით, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები გეგმის მიხედვით აპირებენ მოსვლას 9 აპრილის მემორიალთან და პატივის მიღებას დაღუპულთა ხსოვნისათვის, ისინი არ მიუშვან ამ მემორიალთან და წინააღმდეგობა გაუწიონ, რადგან როგორც ისინი აცხადებენ, ქართული ოცნება დღეს საკუთარი პოლიტიკით ატარებს რუსული ხელისუფლების ინტერესებს. ყველა გონს მოეგოს, ყველა გავერთიანდეთ და ერთობით დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა, დავდგეთ ისევ ევროპის გზაზე და გავაგრძელოთ სვლა განვითარებისკენ და ნუ ჩამოვრჩებით და ნუ გავხდებით რუსეთის გუბერნია, იმიტომ რომ ვიყავით ჩვენ რაღაცა გარკვეული პერიოდი, რამაც არაფერი კარგი და საუკეთესო არ მოგვიტანა, ვიყავით სრულ ვაკუუმში და აღარ გვინდა ჩვენ უკან დაბრუნება, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი და ამ ბრძოლას აუცილებლად გავაგრძელებთ, აუცილებლად დავიხსნით. მაშინ 9 აპრილმა მოიტანა სისხლით მოვიდა და მსხვერპლი გვყავდა, მაგრამ ეხლა აუცილებლად ეს 9 აპრილი პატიმრებს გაგვინთავისუფლებს და გავაგრძელეთ გზას ევროპისკენ. აუცილებლად, გარდაუვალია. საქართველოში თუ რამე დღესასწაულია, ერთ-ერთი მათგანი არის 9 აპრილი, ეს როგორც გლოვის, ისევე გამარჯვების დღეა. და ჩვენ ორივე საღვნიშნავთ, ერთ საღვნიშნავთ დილის 20 საათზე, როცა როდიონოვიჩი არის შემოიჭრა და დაჭეხა ჩვენი თანამემამულენი და მეორე საღვნიშნავთ უკვე დღის 12 საათზე 30 წუთს, ეს 91 წლის, როდესაც გამსახურდიამ გამოაცხადა ჩვენი დამოუკიდებლობა. იქნება ფიცის დადება, ეს არის მთავარი ფიცის დავდეთ, რომ ჩვენ ერთმანეთს არ უღალატებთ და საქართველოს მომავალს ჩვენ არ უღალატებთ. ვიდრე აქციის მონაწილეები საქართველოს პარლამენტის შენობასთან გადმოინაცვლებდნენ, სადაც უწყოთა 132 დღეა იკრიბებიან მოქალაქეები. სტუდენტები შეიკრიბნენ მაგალითად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიასთან. შვილები აქ არიან, ასეთი იყო მათი აქცია მსვლელობის სახელწოდება, მათ მოგვიანებით უკვე ფილარმონიის მიმდებარედ გადაინაცვლეს, სადაც მედიის სოლიდარობის მარში გაიმართა. ამ მარშზე, ამ აქცია მსვლელობაზე შეიკრიბნენ მედია ომბუდსმენები, მედია ექსპერტები, ჟურნალისტები, რომლებმაც
ისაუბრეს ქვეყანაში არსებულ გაუარესებულ მედია გარემოზე. ისინი აცხადებენ, რომ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ქვეყნის შიგნით ქვეყნის ფარგლებს გარეთ და მისი ანგარიში ადასტურებს, რომ ქვეყანაში მედია გარემო კრიტიკულად არის გაუარესებული, განსაკუთრებით 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ. ამას მათი თქმით ცხადყოფს ეუთო ოდირის დასკვნებიც და არაერთი საერთაშორისო ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა და განსაკუთრებით ისინი საუბრობენ მედია გარემოს გაუარესებაზე 2024 წლის 28 ნოემბრის საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან, მას შემდეგ რაც ირაკლი ყობახიძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება წყვეტს მოლაპარაკებების პროცესს ევროკავშირთან და უარს აცხადებდა ასევე ევროკავშირის მხრიდან ნებისმიერი სახის საგრანტო დაფინანსებაზე. აქციის მონაწილეთა შორის, რომლებიც მედიის მარშზეც შეიკრიბნენ და მოგვიანებით უკვე გადმოინაცვლეს საქართველოს პარლამენტის შენობასთან, იყვნენ ის ჟურნალისტებიც, რომლებთაც უშუალოდ შეეხოთ ფიზიკური ძალადობა საპოლიციო ძალების მხრიდან საპროტესტო აქციების დაშლის დროს, ასევე მათ შორის იყვნენ ის მედიის ის წარმომადგენლები, რომლებიც ადმინისტრაციული წესით 5,000 ლარით დააჯარიმეს, მას შემდეგ რაც ქართულმა ოცნებამ უფლებადამცველთა დიდი ნაწილის შეფასებით მიიღო რეპრესიული კანონმდებლობა და მათ შორის მედიის წარმომადგენლებს აჯარიმებდნენ იმ დროსაც, როდესაც მათ ეკეთათ სპეციალური დამცავი ნიშანი და ამომცნობი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები, როდესაც ისინი ასრულებდნენ პროფესიულ მოვალეობას. შეუძლებელია იყოს ქვეყანა დამოუკიდებელი, თავისუფალი, სადაც თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული, თუ იმ ქვეყანაში მედიას აქვს პრობლემა. დღეს დამოუკიდებელი მედია, დამოუკიდებელი ჟურნალისტები პირდაპირ მნიშვნელობით სიცოცხლესა და ჯანმრთელობის ფასად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას და არ ღალატობენ ქვეყანას, არ ღალატობენ თავის პროფესიას. თუ მედიის ხმა გაჩუმდება, დადუმდება მოქალაქეების ხმა. მედია არის ყველას, მედია არის სარკე, რომელიც გაძლევს საშუალებას გაიგო ამ ქვეყანაში რა ხდება. ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს რეალობაში, ჩვენი ქვეყნისთვის დამოუკიდებელ მედიას. ამიტომ სოლიდარობა, პატივისცემა და დიდი მადლობა იმ საქმისთვის, რასაც აკეთებენ და ისტორიულს ამ მნიშვნელოვან პროცესის დროს როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად ისტორიის ორხარეს დგამენ. ძალიან ბევრი ფაქტი, რომელიც მნიშვნელოვანია ჯანსაღი საზოგადოებისთვის, რომ ადამიანებმა სწორი არჩევანი გააკეთონ, ზუსტად მედია არის ის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ეს ადამიანები ამ ინფორმაციას იღებენ და ვერ წარმომიდგენია რომელიმე რაღაც დემოკრატიული საზოგადოება, რომელსაც თქვათ ეს რაღაცა ერთი მნიშვნელოვანი რგოლი აკლია. რა თქმა უნდა, აქ არის ძალიან დიდი ზეწოლა, ძალიან დიდი მუქარა ამ კანონებით, მაგრამ ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას. აქციის მონაწილეები დღეს აპირებენ პარლამენტის შენობის მიმდებარედ დარჩენას და ღამის გათევას, როგორც ისინი აცხადებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უფრო და უფრო მეტი მოქალაქე გამოვიდეს დილის საათებში, მაშინ, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლებს, მათ შორის პრემიერ-მინისტრს, დედაქალაქის მერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა მაღალჩინოსნებს დაგეგმილი აქვს ტრადიციისამებრ 9 აპრილის მემორიალთან მისვლა და პატივის მიღება იმ დაღუპული გმირებისათვის, ვინც გმირულად დაეცა 1999 წლის 9 აპრილს საბჭოთა ჯარის სისასტიკის წინააღმდეგ. ისინი აცხადებენ, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლებს არ აქვთ მორალური უფლება, რომ გამოვიდნენ საქართველოს პარლამენტის შენობასთან და ამ ფორმითაც პატივი მიაგონ დაღუპულ გმირთა ხსოვნას, რადგან როგორც ისინი აცხადებენ, ქართული ოცნება დღეს საკუთარი პოლიტიკით ანტიეროვნულ ნაბიჯებს დგამს და ატარებს რუსულ პოლიტიკას.